იმის გულისთვის, სხვა არაფერი არ ვიცი. რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ჩინეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკების ელჩებს შეხვდა. ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში ჩინური კომპანიების თანამონაწილეობით ხორციელდება. საუბარი ასევე ინფრასტრუქტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასაც შეეხო. თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე გამახვილდა ყურადღება ჩეხეთის ელჩთან შეხვედრაზეც. მან მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება კი მყარი ნარჩენების მართვის სფეროსა და მაღალმთიან რეგიონებზე გამახვილდა. საუბარი იყო ჩვენი სამინისტროს მიმდინარე პროექტებზე, პროგრამებზე. ჩეხეთის ელჩმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით და გამოთქვა მზადყოფნა თანამშრომლობის ამ თვალსაზრისით ჩვენ სამინისტროსთან და ქვეყნის ხელისუფლებასთან, ხოლო ჩინეთის ელჩთან საუბრის დროს ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ძალიან მეგობრული შეხვედრა და საუბარი გქონდა. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ინფრასტრუქტურის სფეროში გასულ წლებში საკმაოდ ეფექტური იყო და ამ ტიპის ურთიერთობის გაგრძელება და გაღრმავება როგორც ჩინური, ასევე ქართული მხარისთვის სასარგებლო იქნება. დავით ნარმანია ჯერ კიდევ წინა საარჩევნო პერიოდში ვიცნობდი. ამჟამად მას საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია და ქვეყნის ინფრასტრუქტურულ და რეგიონულ განვითარებაზეა პასუხისმგებელი. შეხვედრაზე ჩვენ ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობასა და იმ შედეგების შესახებ ვისაუბრეთ, რომელსაც ამ ურთიერთობებით მივახციეთ. ჩვენ ასევე განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. საქართველოსა და ჩეხეთს არაერთ სფეროში შეუძლიათ თანამშრომლობა, მათ შორის განსაკუთრებით მყარი ნარჩენების მართვის სფეროს გამოვარჩევდით. ასევე სიამოვნებით გავუზიარებდით ერთმანეთს გამოცდილებას მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სფეროში.